აბიტურიენტებო, თუ ეროვნულ გამოცდებში აბარებთ გეოგრაფიას, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები. პირველი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის გეოგრაფიული ფორმულები, იმიტომ რომ ბოლო წლებში ძალიან ბევრი დავალება შედგება სხვადასხვა გეოგრაფიული ამოცანებისგან. მათ შორის არის ისეთი დავალებები, როგორიც არის მაგალითად ბუნებრივი მატების კოეფიციენტი, მოგზაურობის კოეფიციენტი, მიგრაციის სალდო, ურბანიზაციის დონე, მოსახლეობის სიმჭიდროვე, გეოგრაფიული მასშტაბები, კოორდინატები და ასე შემდეგ. ამიტომ გირჩევთ, სანამ ეროვნულ გამოცდებზე გაბრძანდებით, გადახედოთ კიდევ ერთხელ ამ ფორმულებს. მეორე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რჩევა არის, რომ კარგად გაიაზროთ დავალების პირობა, იმიტომ რომ ხანდახან ერთი სიტყვაც კი უცვლის კითხვას შინაარსს და შეიძლება არასწორი პასუხი დაწეროთ ამის გამო. მესამე მნიშვნელოვანი რჩევა არის ტოპოგრაფიული რუკა, იმიტომ რომ თითქმის ყოველ წელს 5-6 ქულა მაინც ეთმობა ტოპოგრაფიული რუკის დავალებებს და შესაბამისად გაითვალისწინეთ, რომ ყურადღება მიაქციოთ რუკაშივე მოცემულ დანართებს, სადაც დატანილია პირობითი ნიშნები და აი ამ პირობითი ნიშნების წაკითხვის საფუძველზე თქვენ შეგიძლიათ მარტივად მიიღოთ სწორი პასუხი. ასევე მნიშვნელოვანია ხოლმე მდინარის მიმართულებების დადგენა, ასევე მდინარის ვარდნის გამოთვლა, უმაღლესი მწვერვალის სიმაღლეების დადგენა და ასე შემდეგ. გირჩევთ, რომ გადახედოთ წინა წლებში გამოყენებულ ტესტებს და ამის საფუძველზე მიხვდებით თუ როგორი ტიპის დავალებები იქნება. მეოთხე მნიშვნელოვანი რჩევა არის პასუხების დაკონკრეტება, იმიტომ რომ გამსწორებელი არასდროს გაეთვალისწინებს თუ რა იგულისხმეთ თქვენს კითხვაში. აი მაგალითად თუ იქნება კითხვა გაუდაბნოებასთან დაკავშირებით, მაგალითად რა იწვევს გაუდაბნოებას და თუ დაწერეთ კლიმატის ცვლილება, კი ბატონო, კლიმატის ცვლილება სწორი პასუხია, მაგრამ კლიმატის ცვლილება უფრო ფართეცნებაა, რაშიც შეიძლება მოისაზრებოდეს გამყინვარებაც, პირიქით გლობალური კლიმატის ცვლილებაც, ნალექების მომატება ან შემცირება. ამიტომ უფრო სწორი იქნება, რა თქმა უნდა, რომ დავწეროთ გვალვა. ანუ პასუხების დაკონკრეტებას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მეხუთე მნიშვნელოვანი რჩევა არის ცხრილების დიაგრამების და სხვადასხვა გრაფიკების ანალიზი. აქ ყურადღება მიაქციეთ თითოეულ დეტალს, იმიტომ რომ იქვეა დატანილი სხვადასხვა თვალსაჩინოება და შესაბამისად დაგეხმარებათ სწორი პასუხის მიღებაში. სხვა საგამოცდო რჩევებისთვის გამოიწერეთ ჩვენი არხი, ჯიუ გისურვებთ წარმატებას.